დღეს ჩვენ გვასპინძლობს Elite Electronics-ის კულინარიის კლუბი და ჩვენი სტუმრები არიან ვაკო ვაშაკაშვილი, შეფ მზარეული და მაშო არაბიძე, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად გაიზიარებს ჩვენ საინტერესო რეცეპტს. ლოსნეული არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი პროდუქტების ჩამონათვალი, საიდანაც უნდა შეითვისოს ორგანიზმმა საჭირო მიკროელემენტები, ვიტამინები, ბოჭკო, წყალი და ასე შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია მათი ზრდა განვითარებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია შემდგომში იმ ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკის შემცირების კუთხით, როგორიც არის სიმსუქნე, გულსიზარდთა დაავადებები, ინფარქტი. ჩვენი კერძი იქნება ტკბილი კარტოფილის შუ, ასე ვთქვათ, ბავშვებისთვის ძალიან ნაცნობი პროდუქტია. შიგთავსად ექნება ავოკადო, ბროკოლი და კრემყველი. ავოკადო ესეთი ჯანსაღი პრაქტიკულად არცეთი ხილი ბოსტნეულისთვის ესეთი ოდენობით არ არის და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეიცავს ფოლიუმს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აქტიური ზრდის პროცესში, როგორიც არის ორსულობის პერიოდში, ჩვილობის პერიოდში. პირველად ბავშვთა კვებაში ბოსტნეული შემოდის 6 თვის ასაკიდან, როდესაც ბავშვი გადადის დამატებით კვებაზე. 1-დან 2 წლამდე ბავშვმა უნდა მიიღოს დაახლოებით არასრული 1 ჭიქა მუთუშული ან დამუშავებული ან ცოცხალი ბოსტნეული. 2-დან 3 წლამდე სრული 1 ჭიქა, ასევე დამუშავებული ბოსტნეული, 4-დან 8 წლამდე 1.5 ჭიქა ბოსტნეული, ასევე ცოცხალი ან დამუშავებული სახით, 9-დან 13 წლამდე გოგონებმა უნდა მიირთვან 2 ჭიქა, ვაჟებმა უნდა მიირთვან 2.5 ჭიქა ბოსტნეული, 14-დან 18 წლამდე გოგონებმა 2.5 ჭიქა ბოსტნეული, ხოლო ვაჟებმა 3 ჭიქა ბოსტნეული. ჩვენ ჯანსაღ პროდუქტებს ასევე გვიმრავალფეროვნებს ლოკომოკოს რძის პროდუქტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობით. ეს არის D ვიტამინი, ომეგა-3 და კალცი, რომელიც აუცილებელია და ძალიან სასიამოვნოა ჩვენი პატარებისთვის და მნიშვნელოვანია მათი სწორი ზრდა განვითარებისთვის. უნდა ითქვას, რომ ის არა მარტო ღონიერი ბავშვების, არამედ ყველა სასურველი საკვებია, ვისაც უნდა იყოს ჯანმრთელი. ბატატი, რომელიც ახლა უკვე ცხოვრების პროცესშია, უნდა აღინიშნოს, რომ მას არა მარტო სასიამოვნო, საგემოვნებო თვისება გააჩნია, არამედ მისი შემადგენლობა ძალიან აქტუალური. ეს არის სპილენძი, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე B6 ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას და რაც შეეხება სპილენძის მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის ფორმირებაში, ანუ ხელს უწყობს რკინის შეწევას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ყოველთვის აქვს ვაკო მშობლებს, რომ ცოცხალი ბოსტნეულის ჯობს თუ დამუშავებული ბოსტნეული. ჩემი აზრით, ორივე ძალიან სასარგებლოა ცოცხალიც. თითქმის უმეტესობა ბოსტნეული, კი არა, ყველა ბოსტნეული ბატატის ჩათვლითაც ასე შეიძლება ვთქვათ, რომ იჭმევა და არ იჭმევოდი უმად. არის პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ განიცადოს დამუშავება, უფრო მზაფრდება მისი სასარგებლოდ. მაგალითად, პომიდორი, ჩერი, რომელიც ძალიან უყვარს მაშოს, იმიტომ რომ არის მოსაზრება, რომ როგორც ცოცხლად სასარგებლოა, ასევე თერმული დამუშავების დროს ის ანტიოქსიდანტურ თვისებებს კიდევ უფრო ინარჩუნებს. ასევე სტაფილო. მაშო შეგიძლია 2 ცალი კვერცხი მომაწოდა. მაშო, ეხმარები ხოლმე დედას საკვების მომზადებაში? კი, ვეხმარები ხოლმე. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება შევაყაროთ ბავშვებს ბოსტნეული? არ ვიცი. მნიშვნელოვანია, რომ ბოსტნეული შევთავაზოთ ბავშვებს მათ საყვარელ კერძთან ერთად. მეორე, ლამაზად გავაფორმოთ, მაგალითი მივცეთ ჩვენს პატარებს და ჩვენც ვიკვებოთ შესაბამისად ჯანსაღი პროდუქტებით და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც ალბათ ჩემთვის როგორც პედიატრისთვის მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ბავშვებს არ მივცეთ შემდეგი დაინტერესება. თუ ისინი მიიღებენ ჯანსაღ პროდუქტს, შესაბამისად შეუძეთ მათთვის საყვარელ საკვებ პროდუქტს.
ისინი წარმოგიდგინა პირის ღრუს მოვლის საშუალება კბილის პასტები როქსი, რომელიც არის საბავშვო პროდუქცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის არატოქსიური. მისი შემცველობა მორგებულია ბავშვის ასაკთან დაკავშირებით, მისი საგემოვნებო კუთხით და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის პირის ღრუს მიკროფლორას მნიშვნელოვნად დადებითად ცვლის ბავშვის გემოვნების მიხედვით, რადგან ის მნიშვნელოვანი არა მარტო როგორც მოვლის საშუალება, ასევე კარიესის საწინააღმდეგოდ. ჩემო პატარებო, მე ძალიან მაინტერესებს, ამიტომ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, გამოგვეხმაურეთ და ველოდებით თქვენს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო რეცეპტს წარმოგიდგენთ. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.